მოგესალმებით. მეგობრებო, მე მგონი გუშინ ითქვა, რომ დაიკარგა და არც ეძებენ, მაგრამ ჩვენ მოვძებნეთ, ეხლა მოვძებნეთ ლევან სახლიდან გავიდა და აღარ გამოჩენილა. ლევან ბერძენიშვილის სიტყვა კაზმული მოგენატრა, ხო? კი და მაგას გეკითხებოდი, რომ ახალია თუ ძველი ითქვა. მე მგონი არ ვიცი, კარგად დავიწყებული ძველი. ნახოთ, რაც არის, ნახოთ. აბა გაუშვათ მეგობრებო. საქართველოს მოსახლეობა ძალიან გულწრფელად არის ევროპული. რატომ? აი ხა, ხო, ეს არის ძალიან შეიძლება რომ თქვას. ხო. არ იტყვის ქრისტიანობას, რა თქმა უნდა. მე მოსმენილი მაქვს, ამიტომ არ იტყვის ღვინოს, არ იტყვის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. პოლიფონია. კარგი. პოლიფონია. რა პოლიფონია? მეორე პოლიფონია აფრიკაშიც არის. ვაჟა-ფშაველა. არა. ოკეი, იმას იტყოდა ქრისტიანობაზე. ოკეი. საქართველოს არის ევროპული ქვეყანა, იმიტომ კარგი. არა, გამოცნობა მინდა. ვერ გამოიცნობს. ვერ გამოიცნობს. არა, გამოიცნობ. გაუშვა. მე გაუშვა. იმიტომ რომ არის გენდერ ფლუიდი. სხვანაირად შანსი არ აქვს. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს არჩევანი. ან ჩვენ ვართ ძალიან გემოვნებიანი ქვეყანა. აი გემოვნებიანი ვარ და აი ეს ხო ვერ მიხვდი შენ ვერასდროს. წავიდა. რომელიც იტყვის, რომ ისე უნდა იცხოვროს, როგორც ნიუ-დელიში ცხოვრობენ, ან თუნდაც ბანგკოკში. ყველას უნდა, როგორც პარიზში და ლონდონში. ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ამას ასახელებენ ხოლმე ქართველები. მე რაღაც არ მსმენი არავისგან, რომ უნდა იცხოვრონ ისე, როგორც ნიჟნი-ტაგილში ცხოვრობენ. კაი. მაიცა. ეს არჩევანი არ არის. ევროპა და რუსეთი არ არის არჩევანი. რუსეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და მენტალურად ასე ვთქვათ, სრულად გადაგვარებული ანტიდემოკრატიული ქვეყანა. ევროპა ეს არის. თომას მანის სამყარო, ევროპა არის რუსთაველის სამყარო, ევროპა არის დემოკრატიის სამყარო და შემდეგ ევროპა არის კარგი ცხოვრების ადგილი თან. ახლა არავის არ დაავიწყდეს, რომ სოფლიოში კარგად ცხოვრობენ მარტო დასავლეთის ქვეყნები. იაპონიაში. სოფლიოში კარგად მარტო დასავლეთში. იაპონიაში ცხოვრობენ ძალიან ცუდად ცხოვრობენ. კუვეიტში ძალიან ცუდად. არიზმა უთხრა ბანგკოკს. ყატარში ძალიან ცუდად ცხოვრობენ. აი ძალიან ცუდად ცხოვრობენ. არა, შავა. იაპონიაში ხვდები? შავა, ეს არის დასავლოფილობა. ეს არის კლასი. ეს არის პროვინციალიზმი. ხო, რა თქმა უნდა, ხაჯობა. კი ბატონო, მაგრამ ასევე თომას მანი რო ახსენე. ბიჭო, მაცადეთ მეც ერთი ცუდით რა. გაბრაზებული ვარ, ეხა გაბრაზ. კაი, დაამთავრეთ და ვითომ. თომას მანი რო ახსენე, ხო? კარგი, დავუშვათ თომას მანი. ლათინური ამერიკის გენიალური მწერლები დასავლეთს ეკუთვნის თუ არა? თუ მწერლობაზე არის რა. მოსხი. მოსხი მიგარი. ხო, კაი, დოსტოევსკი და ტოლსტოი აღარ მოსხი ვინ თქვა ბორხესი ვის არის? აიონა ბაღდავა. კობო აბედა იაპონელი მწერლები რატომ არ არიან იქ გვერდზე, ხო? აი, ხო ხვდები? თომას მანი, რა შუაში თომას? ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე მინდა ნიუ-იორკის კალიბრის ცხოვრება, უკვე თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მას აქვს ძალიან პროვინციალური თვალსაზრისით სამყაროს შესახებ, იმიტომ რომ მაშინ უნდა თქვა, ანუ მე მინდა ნიუ-იორკში როგორ სოციალური სტატუსით ცხოვრება. ნიუ-იორკში კაი ცხოვრება არის მარტო თუ ხარ მილიონერი. მაშინ კი ბატონო, მაშინ კაი ცხოვრება არის. მაგრამ ანუ იმის დარტყმა მაგალითად რომ შანხაიში ცხოვრება მინდა, გამოდის რომ შანხაიში არაფერი არ იცი. ყველაზე მარტივად რო ვილაპარაკოთ. ესე იგი არაფერი არ იცი, ესე იგი არ ყოფილხარ, არ გინახავს, არც მოგისმენია მის შესახებ არაფერი და ანუ დღემდე გონია რომ აი პარიზი არის რაღაცა ყველაზე დიდი კეთილდღეობა სადაც შეიძლება აღმოჩნდეს. პარიზი რომელიც სავსე არის და გადაქცეული არის მართლა გეტოების ევროპულ ნავსადგურად. ჭუჭკის ქალაქი. მეც ვიტყვი. შეიძლება მოკლედ აი ეს რასაც ამბობს არის კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა დაემართა ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას რომ აი ვითომ ესეთი ინტელექტუალები რო არსებობდნენ ეს ბოკერია რამიშვილი რომლებიც თქვათ ესეთი ევროცენტრისტები და ესეთი თვით კოლონიზაციის მომხრე ადამიანებმა ხო აქციეს მერე საქართველოს ესეთ პოსტკოლონიურ ქვეყნად ტიპი არის აი ფუკუიამას იმ სტანდარტში რომ ლიბერალური დემოკრატია არის მხოლოდ უმაღლესი მწვერვალი ადამიანის ევოლუციის და ეს თეორიები ძალიან დრომოჭმულია გარდა იმისა რომ რასაც ამბობს არის გოიმობა პროსტა გოიმობა და წერტილი ეს არის დრომოჭმული იმიტომ რომ შეიცვალა ტრენდებიც შეიცვალა სოციალური პრაქტიკა შეიცვალა ეს გზნობად ობიექტური რეალობა რასაც ანუ გაზომვადია რომ
მე მაგალითად შეიძლება ბარსელონა მომწონდეს ქალაქი, ვაფშე არ მინდა რომ ეგეთი ქალაქი იყოს თბილისი. ოდნავადაც კი თავისი კრიმინალით, თავისი საიმიგრაციო პოლიტიკით და თავისი იმ საშინელებით, რაც იქ ხდება. კი, 3-5 დღე მაგრად იგულა, ვაფშე არ მინდა. ცხოვრება? მათ შორის ხო, მაგას ვამბობ, ცხოვრებას რა. მე ცხოვრება ბევრად მირჩევნია სხვა ადგილებში და ბევრად კარგი არის და ეხლა მით უმეტეს განსაკუთრებით, ხო? აი იმ ქვეყნებმა რომლებმაც აი მაგალითად შენ კარგად იცი იცნობ სკანდინავიას მე არ ვარ ნაყოფი შენ ხარ დანიის რომელიმე დიდი ქალაქის გეტოში ცხოვრება რატო არის თბილისზე კარგი ან დაუშვათ კარგი არ არის საშინელებაა ხო მე პროსა სკანდინავია სხვა პონჩი მე თვითგვემის გამო მე ანუ ცუდი როა ვახიდო მე მაგას ხარ ნაყოფი ხო ნანახი აი რატო ჯობია თუნდაც ლიტვის ნებისმიერ ქალაქში ან ლატვიის არა ეგენი არ თვლის ხო არ დასავლეთი სხვა შორის ლატვია ზართული იყო რა ხო რა და სკანდინავიას რა შეეხება ნუ არ ვიცი რა მოგე რატო ჯობია საქართველოს აი მაგალითად დუბაიში ხო მე რამდენადაც ვიცი წინა ხაზი ყველაზე პრესტიჟული ადგილები რაც არის ხო ის არის იმას ვერც იყიდი დუბაი ხო არის საინვესტიციო 64 უცხოელი ინვესტორებისთვის ნულოვანი ტაქსები ის რა ქვია საგადასახადო სისტემა არის მაგარი არის ძალიან უსაფრთხო არის განსხვავებით ევროპული ქალაქებისგან არის idеალური ვთქვათ სისუფთავე და ასე შემდეგ მაგრამ აქვთ ისეთი კაცრი წესები რომ აუცილებლად უნდა დაიცვა რა ყველაფერი ანუ ისე ვერ იქცევი მიგრანტი როგორც ევროპაში იქცევი ხო რა და იქ მაგალითად თავისი ის ვინც არის კვიდრი მოსახლე ხო იმისთვის რაღაცებს ვერ იყიდი რა მიხდი მე მომწონს აი ესეთი ახალი დასახლებები რომლებიც უფრთხილდებიან თავს ლოკალურ რაღაცას ინდივიდუალურ გემოვნებას და მოწონებაზე ხო არ არის რა ეხლა მე შეიძლება მართლა რაღაც შანხაი უფრო მომწონდეს ვიდრე კალიფორნია მაგრამ აქ რეალურად არის მართლა ხარი ანუ კაცს ლაპარაკობს რომ ჩვენ რო შევადაროთ ხარისხობრივად ცხოვრების წესით და კულტურითო ანუ პირველი არის პარიზიო რა იყო კიდე გასაგებია პარიზიო ბალზაკის პერიოდის და სტენდალის პერიოდის კიდე კაი დეგოლის პერიოდის 90-იან დეგოლის პერიოდის ბაზარი არა მაგრამ ნუ დღევანდელი მიგრაციისგან ტანჯ-ნავაგლახე პარიზი როგორ შეიძლება თქვა რომ არის ისევ ევროპის და ზოგადად იმის რა ქვია ცივილიზებული სამყაროს ცენტრი და აქედან მოედინება მე უკვე მთელი და რა შეეხება მის მიერ ეგრე რასისტულად მოხსენიებულ იმას რა ქვია ბანკოკს და ბანკოკი ძალიან ანუ ბანკოკი არის როგორ ტრენჩიზე მთელი ევროპელები მიდიან იქ მოყავთ სოლები და ძალიან იაფია და გულაობა ბანკოკში როა ეგეთი უნდა იმენა ბანკოკი ყველა ვერ უძლებს ბანკოკს არის ეგრე არის მაგრამ შანხაი მაგალითად რომელიც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ვითარდება ისეთ განვითარებას მიღწეულია როგორც ახლა არის ანუ ელემენტარულად რომ წესრიგის და გარემოს დასუფთავების და თუნდაც ზუსტად ამ ადამიანებისთვის რაც მნიშვნელოვანი ანუ იმდენად ამერიკანისტული არის თავისი ესთეტიკით შინაარსს რა თქმა უნდა არ მაგრამ ესთეტურად ანუ შანხაის ცენტრალურ უბანზე გავიდით მედისკონ სკვერ გარდენზე მართლა არანაირი განსხვავება არა ტაიმს-სკვერზეც ხო იგივე ვაფშე არანაირი განსხვავება არა მოდი გავუშვათ გუბაზები გვაქვს აბა წავიდა პირველი გუბაზი სახელმწიფო ქართული დღევანდელი სახელმწიფო არის ჩეჩმა აუ ახლა ქართველი ისენი სადახარ ჩოხახალუხში და იგან როგორ გვაყადრა ესა ჩვენა და როგორ ისაქნა და ესა ეხო ვიცი ახლა რა ამბავ რა კრიახი იქნება ქოცურ საკათმეში უკვე მართლა ქათმებო თქვენ ტროლებს და ბოტებს მოგმართავ დედალებო ძალიან საინტერესოა მისტერ გულბოზ ეს მართლა კურიცა წიხლის კვით რო გამოაგდეს პარლამენტიდან და დედის გინევი და ხმარო ვერ აი იმაღლა კი არა იქით რო ვერ გაიხადა საიდანაც წიხლი მოდიოდა ხო ეს ვის ეძახის ამას და თუ ჩეჩმა სახელმწიფო რატო ახსენდება მართლა ფეკალევით სავსე კას და რატო და იმიტომ რომ ფეკალევით სავსე კასრია და ჩეჩმა ახსენდება მაგრამ აი მეორე უფრო მაგარია ეს ისეთი იყო სლაბი აი მეორე გავუშვით მე ხარს უჭერ ბატონი პაატა გურჯულაძის იდეას და მისი თანამოაზრეცა ვარ და თანამბრძოლიც ვიქნები და ვაპირებ იმიტომ ეს არის გამოსავალი არავით არის ადგილობრივი არჩევი რა არჩევი ვისთან ეშმაკთან
ჩვენ უნდა შევქმნათ პარალელური პროცესი. აი, შენ რო ამბობდი. აი ეს არის ბიძამის ველაპარაკება. მისი ბიძაა უკვე მიშასია. ზოგან დემური ბიძა მე ახლა ღმერთსგეფიცები ეგ თუ არ მეთქვა ეროვნული და აი ალტერნატიული კონგრესი ისიც ახლა. იგიაგი. ახლა იგიაგი. ახლა. კი ბატონო. ხო შესაბამისად მეგობრებო, აი უკვე ბატონი პატა ბურჭულაძის იდეას რო უჭერს ხარს, მან უკვე დაპატასი. მან უკვე უნდა დააკონკრეტოს რომელი იდეას, იმიტომ რომ პატას სოტოვების არჩევნები. უამრა, ხო, აი სოტოვების არჩევნები ხარს, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ვის გაახსენდა, რატო გაახსენდა და რისთვის გაახსენდა სააკაშვილი, რა თქმა უნდა, გუბასანი კიდეს და ელოდება რა თქმა უნდა კატლეც, აბა გაუშვით. აი იქ მიხეილ სააკაშვილი გჭირდება ნამდვილად. და რაღაცები აჩემებული ფობიები, ისა რაღაცის ეშინიათ რაღაც. აი ყველაფერი ქართულმა ოცნებამ თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ააწყო ერთი კაცის იძულეზე. ვერად ხო? და ვინც აყოლილები ხართ ამ ქართულ ოცნებს და აღმოჩენებს გელო. თქვენ რა დაგიშავათ მიხეილ სააკაშვილს? ხო, ნუ, საოცრებიცი ბიზნეს წაართვა, ალბათ მისი ოჯახის წევრი დაიჭირა, არ ვიცი, აწამა და დაარბია, დალეწა, მოკლა. მეტი არ ტერიტორიები დაკარგა. ხო, თორე ისეთი ეხა განსაკუთრებული რამე კი არა, რომ რამე იყოს სცენებად ღირდეს, მაგას როგორ გაგადრე. თავარი არავინ არ გაუპატიურებია. ხო, ბიჭო, მე რაზე ვკაიფობ, იცი, ეს აკუბარდია. ნახე, საიდან მინდა წავყვეს აქ? დავაი. გუბაზე ბიჭო გამიშიშდა და განაცდა, ოღონდ გაправებულად ძმაო, იქ კატლეტში ფული ჩავიდა. ყველაფერი კი აღებ მიცემობა იყო. ცხალსახად. აკუბარდია კი განაცდებოდა მაინც ასე თუ ისე, გინდა არ გინდა, მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება ამ საწყალგაცაც შეხვედრო და გუბაზმა გაანაცა რა თავის დაუნებურად. კი, ხმები ხო, მიშაჭირდება და ბიჭო, აკუბარდიასაც ეგ. გინდა მაგარი ამბავი გითხრა. აქ რომ მივიდეს ვინმე არანაც, ხოცი რომ მივიდეს და რომ დაუჯდეს, რატო უნდა მივიდეს ჯერ ერთი. შეიძლება ავტომატურად იმასაც კი უთხრას. ხო, მაგაზე უნდა ვილაპარაკო. ანუ ადამიანი რომელიც მასთან მიდის, შოკოლადში არის ყოველთვის. მან დებატები არ არის ხოლმე რა. შენ ხო გითხრა ძალიან მაგარი რაღაც რო იყავ მისული. რა მითხრა? სამიშვილის მამა როგორ დაიჭირეს, მაგრამ გუბაზის რაღაც კარგი ვიდეო ჩაგვიგდეს, აბა. აბა, რა ჩაგვიგდეს? კაი ვიდეო გუბაზის. წერიაო, რუსეთიო? არ მინახავს, მაგრამ რაც მომწერეს, აღწერა კარგია. აბა. ეს ვიცით კი ბატონო. გაუშვათ? ეგ არის? სახელმწიფო პარაზიტი სახელმწიფოები დიდხანს ვერ ძლებენ. ჩვენ გვქვია ქვეყანა, ხო? წინსართი ქვენ მოვაშოროთ ახლა ამას და გამოვა ყანა იყოს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გაუნათლებელი ერი მსოფლიოში. კიდევ დავიმახსოვროთ სამის დღემდე ჩვენ არა ვართ ევროპა. გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად, გეოსტრატეგიულად, გეოეკონომიკურად ყველაფერი გეოერთყა. მოსაგებია მაგურ. დაეჯახა ამისი თეზა ლევონ ბერძენიშვილის თეზას. მაგარით ბეთლი იქნებოდა ეს რომ უნდა დასვა ერთმანეთთან ამ საკითხზე. და ამასობაში ძალიან მძიმე ტვიტი წამოგვეწია. ტვიტია? ტვიტი არის ძალიან მძიმე, კი. ტვიტი არა. ალექსანდრ კრევოსი. აუ, არ წაიკითხო, ან ნელა წაიკითხე. არა, ალექსანდრ კრევო დაეჯახა ძალიან დიდ ფიგურას. ბოდიში, ვაფშე მაგას შევარქვათ ალექსანდრ კრევო კი არა, ალკრევო. ალკრევო დაეჯახა ძალიან დიდ ფიგურას. ელგრეკოს მაგ. ერთი ძალიან ძალიან საკითხი ძალიან სერიოზულია. საკითხი არის ძალიან სერიოზული, ძალიან დიდი იტალიელი ეს ფრანგი რა. იგდებს კრევო თავს, იმიტომ რომ ამ დაპირისპირებაში შევიდა. უყურე ხა. კრევო $1,000,000,000 ჩინური სახელმწიფო კორპორაციისგან დაფინანსებულს უწოდებს აბა ვის დაეტაკა კრევო ტვიტერზე. ტრამპს. არა კაც. კიმ კარდაშიანს. მაიცა რატო საიდან ჯერ საქართველოსთან ბიჭო მაგა დიდი ხანია ბრძოლა აქვს არა კიმებს დაეჯახა კიმ კარდაშიანს და ეძახის ჩინურ სახელმწიფო მულტიმილიარდული კორპორაციის მიერ დაფინანსებული. რამე მტკიცებულება მოყავს თუ პროსტა ისე დაუძახა. არა, ძმაო, ესროლა რა.
გულში გამოიწვია. წარმოდგენაც არ მინდა ჰაილი ბიბერზე რო გადავალ. არა, ესე იგი, ამას აღარ იყო, ესე იგი, ჩვენი ასპარეზი, ჩვენი პატარა ქვეყნის ასპარეზი და პირდაპირ ამ ბიჭო იყვევინება რომ ვერ გააჩერებ. აი ისეთია რომ პირანიასავით არის შევარდება და ანადგურებს. თაკო ჩარკვიანი დიდხანს არ ყოფილა ჩვენს ეთერში და ჩვენი კი ფოცხვერევით არის. გაგრძელდა ეს უბედურება ქვეყანაში სირცხვილია ხახნო ყველა სირცხვილია ოპოზიციის სირცხვილი ოპოზიციის სირცხვილი იმიტომ არის რომ აი ამიტომ უნდა ყოფილიყავით ის დიდი აქციები აი ამიტომ არ უნდა დაშლილიყო მინდა შალა უკვე დიდი ხანია გაშვაში მე როდესაც ხელისუფლებას ვადებ ხელს იქვე მახსენდება რომ დიდი მრავალათასიანი აქციები ხშირად ზოგიერთი ლიდერის მიერ იშლება რამდენჯერ ასახელებდი ხა აღარ მინდა ხო იცი პატიმრად ახლა რატო ვეღარ შეკრიბეთ ის ხალხი რატო შეკრიბეთ ახლა ხალხი აი ბოლო აქციაზე რატო არ ეხლა აი მას ვამბობ და პროცესი ბევრჯერ დაიშლება მაგრამ იმ პროცესის აღდგენა უკვე ცოტა რთული ხდება ფილოსოფიურია ვღელავ ხოლმე მიზეზი რა არის გამოსვლის მიზეზი ჩემთვის არის რომ დამარცხებული რუსეთის სამფლობელოში ბჭყალებში ვასალად სამარცხვინო დამარხა აი ეს ლექსები მოაშორე ხა რამდენი ხანი უნდა იყოს რაც ბოდავს კაცო სერიოზულად თაკო ჩარკვიანს ხა ჩვენ ანუ არ გვეკადრება რა უბა თაკო ჩარკვიანს აქვს საშუალება თაკო ჩარკვიანი რადგან ყველა დაჭერილია თაკო ჩარკვიანს აქვს საშუალება აი ამ ნაბიზრივია ირაკრიბა ხო იცი როგორც იციან ხოლმე ოკუპანტებმა თქვა აი აქ შეუძლია გამოსვლა და რაღაცებს ლაპარაკი ხუხაშვილი არის ძალიან სერიოზული არ გვინდა ხუხაშვილი ერთი ვერ ერთვება წესიერად ახლოს აქ კამერა რაღაცა გულბოს ჯუნიორი გულბოს ჯუნიორი გავუშვი მაშინ გულბოს ბოგუჩაო ჯერ ჯუნიორი მერე ბოგუჩა დღეს ძალიან ბანძი სასწაული ახლა არის ის დრო, როდესაც საპროტესტო ელექტორატსა და ოპოზიციას შორის დამატებითი ხიდები უნდა გაიბას. არ დავმალავ, ეს ხო ფაქტია, რომ სამწუხაროდ ოპოზიციური ქუჩის ელექტორატი და ოპოზიციის რაღაცა ლიდერებს შორის წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა იყო, რომ ბმა არ ყოფილიყო ის ხმადაღებული პოლიტიკოსები არ გვინდა. იგიც ბიძინა ივანიშვილი ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. ეს საკითხი ჩემი აზრით აი ამ თავგანწირვიდან გამომდინარე, რასაც ოპოზიციური კლასი აკეთებს და ციხეში წავიდა ხო ეს ხალხი. ჩემი აზრით ეს უნიკალური შესაძლებლობა არის, რომ მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს თუ აქტივისტებს შორის დამატებითი აი გაეთრიოს. ანუ ის რომ ოპოზიციურად განწყობილ ამ უმრჩეველთან. არა, აქტივისტებსა და ოპოზიციის ლიდერებს. მით უმეტეს ოპოზიციურ აქტივიზმს და ოპოზიციის ლიდერებს. მათ ჩაშალა ერთმანეთთან არა აქვთ. ბიძინა ივანიშვილის ვერაგი ინტრიგების ბრალია, კი ბატონო. არა, თავად ამ იდიოტების. სხვათა შორის მე მეგონა რომ შეუძლებელი იყო გუბაზის სიმაღლეები, მაგრამ ამას წინა აქვს ჩვენს დრო. ასაკით ძალიან პატარა არის დიდ გულბოზთან შედარებით და მე მგონი იმას რომ მივახლოვდება ერთი 10 ჯერ ექნება უკვე გასწრებული მამისთვის. ეკონომისტის სტატუსი დავდე, ეკონომისტის სტატიის სათაური დავდე დღეს, სადაც გასპრომს მიღებული ბრიტანული უძველესი გამოცემა ეკონომისტი წერს, რომ ტრამპმა პრაქტიკულად შეაჩერა იარაღის მიწოდება უკრაინის. ეს ამბავი პროსტა რო იცოდა. და სხვა შორის წაგებულ უსეძებს საუბრობ. ტრამპსა და პუტინის შორის უკვე მე-7 თუ მე-8 სატელეფონო საუბარი იყო და ერთ-ერთი სასაუბრო თემა ყოფილა ტრადიციული ღირებულების მქონე ფილმების გაცვლა-გამოცვლა ამერიკასა და რუსეთს შორის. სრულ სერიოზულობით თქო. ხო მე მგონი რომ მაგალითად გაიდაის რომელიმე კომედიას, მაგალითად ოპერაცია ის კაცის დამბერში. არა, უფრო სხვას გეტყვი, რომელიც მას მიესადაგება, გაგიხარდება რომ ეს ფილმი მახსოვს და შენც შეშლილი სამხარე. კი ბატონო. ეს კარგი გაცვლა იქნება, იმიტომ რომ ორივე ძალიან მაგარი და სასაცილო ფილმია. თინა ბოკუჩავა როგორც უკვე დავაანონსეთ გავუშვით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც ახლა სათავეში უდგანან პარტია ლელოს იმ პირობებში, როდესაც მათი ორი ლიდერი რეჟიმმა დაატყვევა, ისევე როგორც ჩვენი დამფუძნებელი თავმჯდომარე და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნიკა მელია, ისევე როგორც ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ხუაშვილი და ასევე უამრავი
უამრავი საქართველოს მოქალაქე ირაკლი ოქროაშვილი ამათი ერთ-ერთი ლიდერი თაღლეთები არ აღნიშნა ნახე თაღლეთები არ აღნიშნა დროის არჩევნებში მოაწილეობას აპირებდა მაგაზე ელაპარაკება თავიდან მაგით დაიწყო ლაპარაკი ლელოს მიმართავო თქვენი ლელოს მიმართავს ამაში ხო ლელოს მიმართავს მეგობრებო ამან გამახსენა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რომელიც სრული კომპეტენტურობით შემიძლია გითხრათ ეს პირები მათ შორის ბებერი თაღლითებიც ცალკეულ საქმებში არიან განთავსებული. ანუ არც ითხოვენ. შესაბამისად, რა უცნაური ერთი ოჯახის წევრები, ბადრი და ხაზარაძე ერთ საკანშიც არ ჯდებიან ერთმანეთთან, აი ხო ხდები. აი ნუ ეს რა წამებაა, პროსტა რა ტუპოი კი არა, აი როგორი, არ ვიცი რა ქვია ამ ადამიანის ჯიშს, რომ 7 თვე იჯდე მარტო. ანუ როგორ არ გინდა სოციალიზაცია ვიღაცასთან. როგორ იზღებათ ერთმანეთი მანდეგარი. თუნდაც, ხო. თუნდაც, ანუ ეს ოჯახის წევრები ერთმანეთის პოლიტიკური ოჯახის კი არა. ეგენიც კი არ ჯდებიან ერთად. არც ითხოვენ. შეიძლება არ დასვან უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე, მაგრამ მოთხოვნა ხო უნდა გქონდეს, რომ მოგვისაჯე, ხო? და ჯესეთი ზონა ეკუთვნით მაგათ ეკუთვნით ზონა. გასაგებია რომ არ უშვებთ იმ ზონაზე, მაგრამ ცალკეულ საკნებში, კამერებში ხო ხდები არა, ანუ ძალიან უცნაურ ვილად რომ თქვა ხალხთან აგვაქვს. მაგრამ მე თინა ბოკუჩაოვასთან მარტო ერთადერთი შეკითხვა მაქვს, გამოიძია თუ არა კოტიკოს გადაცემა. სულ ეგ კითხვა დაუსვა. სად იმყოფებოდა კოტიკო? თინა გაგვეც პასუხი კოტიკოს ბედიღბალი გვაინტერესებს. სად იყო კოტიკო მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა ვიდეო, შემდეგ თქვენ ქალბატონმა განაცხადეთ, რომ ის იყო გადაცებული. და დაგეხმარათ თუ არა iPhone. დაინტერესდით მეტად iPhone-ს ჩაურთეთ ლოკაციების ამოგდების ფუნქცია, მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოძიებულ იქნას დაუყოვნებლივ კოტიკოს ეს იდუმალებით მოცული გაუჩინარება, იმიტომ რომ მე გული რაღაცა ცუდს მიგრძნობს ამასთან დაკავშირებით და თქვენ როგორც ქალბატონი საქმის კურსში უნდა იყოთ მოტყუებულად რო არ იგრძნოთ თავი. ანა წითლიძე გავუშვით. ერთიან ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურად. აი ხუხაშვილის გადაიღო სტაილინგი. ჩვენს ქვეყნის შიგნით პარტნიორებთან ერთად, სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად დავიწყოთ ბოიკოტის კამპანია სოფელ ქალაქ, რომლის მთავარი მიზანი იქნება არჩევნებზე აღისვლასთან ერთად ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ მთავარი გამარჯვების გზა გადის ქუჩაში, გადის წინააღმდეგობის მოძრაობის გაზრდაში, რომ რეჟიმი ჩამოსვლა წინდება ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში, მანაც გასაგებია. ანუ გასაგებია რა მაგარი ის იყო მემი. ანუ ამათ არამც თუ პასიური ბოიკოტის რეჟიმი შეიძლება ჩავლენ მაგალითად სოფელში. და ეტყვიან რომ შენ სოფლის თავი ხო უნდა აირჩიო. მაგრამ არ აირჩიო. ანუ არ წახვიდე. და შენ სოფელში ამას გიკეთებენ ამას, ესეთი გზა გაგიკეთდება, ესეთი რაღაცა არხი, სარწყავი, მაგრამ ეს ყველაფერი დაიკიდე. ესე არ უნდა გაკეთდეს. просто ქუჩაში უნდა გამოხვიდე. შენ საქმეს კი არ უნდა მიხედო. მაგარი პლატფორმაა რა. მე ვაფშე მახსოვს, ხო. ძალიან მაგარი. გავწდი თემას ვაფშე. ხო. სხვა მიმართულებით გამახსენდა რაღაცები. ესენი რომ პოლიტიკოსობანას და რაღაცა გაერთიანებას და იმებს თამაშობდნენ ვითომ პროდასავლური ის. გახსოვს შერიფის არჩევნებს რო ითხოვდნენ. რა თქმა უნდა. აი ჯაფარიძე. ესეთი პროვინციალური ოპოზიცია რო გეყოლება, ესეთი სუროგატი ოპოზიცია, რომელსაც ქართული არაფერი არ ცხია მართლა. და ესეც სამართლია. ის ხო საერთოდ ქართულ პოლიტიკაში არც უნდა არსებობდეს მე მგონი. კი ბატონო, აი ხატია დეკანოიძე ისე ბოიკოტზე. აჰა, ხედავ რას ამბობს, ნახე გაუშვით. აბა. როდესაც საუბრობთ იმაზე არჩევნები თუ არ არჩევნები, ჩემთვის ბოიკოტიც არასწორი სიტყვაა, ქალბატონა, იმიტომ რომ ბოიკოტი კი არ არის ეს რომ მაგალითად ოპოზიცია რაღაცა არის 8 პარტია ადამიანები, ვინც რაღაც ჯიუტად ამბობენ რომ მოდი ჩვენ ახლა ბოიკოტს გამოვუცხადეთ. ბოიკოტი არასწორი სიტყვაა მთელ ამ რაკურსში. ეს არის უბრალოდ სპეციალური რუსული არჩევნების რაღაცა ვთქვათ ოპერაციის წინააღმდეგ მიმართული ჩვენი რაღაცა ერთიანი პოზიცია. მე ესე შევხედავდი ამას, იმიტომ რომ მე საერთოდ ყველა პოლიტიკური პროცესის მომხრე ვიყავი დღემდე. არა, გასაგებია, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადღაც სოფელში, ან კახეთის, ან იმერეთის სოფელში, ან რაიონში, ან პატარა ქალაქში, დაბაში, რომ უნდა აირჩიონ თვითმმართველობის ორგანო და მმართველი, რომელსაც ძალიან კონკრეტული ეს ხო არ არის საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები, ძალიან კონკრეტული საქმეები უნდა დაავალონ. აი ვიღაცამ ხო უნდა გაანაწილოს ბიუჯეტის ფული
რაღაცა ხო უნდა გააკეთოს ადამიანებისთვის. რაღაცა ხიდი უნდა შეკეთდეს. ხო, ანუ ნებისმიერი გზა და ასე შემდეგ, გადახურვა და ასე შემდეგ, მილიონი თემა. სოციალური დახმარება გაიცეს. თუნდაც ხო და იქ რაღაც იმუშაოს და ესენი მივლენ და ეთქვიან რომ ეს ყველაფერი აღარ იქნება. ვაფშე დაიკიდა ფეხებს და ჩამოდი თბილისში და ქუჩაში დადეკიო. ნუ აი პროსტა კი ზატო ნანუკა გაჭმას ლობიანებს ძმაო. ხო, ნუ აი და შეიძლება სამე ეთერში გამოგაჩნდეს. აბსურდია, ბიჭო, აი სიგიჟი არის. ეს დაჟე ვერ ხდებიან. ესენი ვაფშე ვერ ხდებიან ვინ არიან ამ არჩევნების, ამ ადგილობრივი არჩევნების ფიგურანტები, ვინ არიან და კონკრეტულად რატომ მიდიან რაიონებში, რეგიონებში, რატომ მიდიან ამ არჩევნებზე. იმიტომ რომ კონკრეტულად მათეხება. თომას მანის ევროპა არის რჩევს თუნდაც მუნიციპალიტეტის დეპუტატებს. ხო, საგიჟეთია რა. დისპეჩერი ბატონი ლევან სამუშია. ლელუძლიერ საქართველოს არაზროს უთქვამს გამოწვევების არაზროს შიშინები არაზროს უთქვამს ბრძოლაზე ვარი ჩვენი მთავარი ფოკუსი გასწორებუნებრივია და ეს არის ეს მოიცავს იმას რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს პოლიტიკური ტყვეები ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ფოკუსი არ აგვრევია ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ლამფასთვის არ აგვიწევია ამ შემთხვევაში და სხვა თუნდაც კრიტიკულად ან კითხვის ნიშნებით განწყობილს თუნდაც ამ პოზიციასთან დაკავშირებით თავს არ ვესხმით და ბუნებრივია არ დავესხმით და ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია არის ვამბობ და ვიმეორებ პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება და ჩვენი პოზიცია არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ხო, გასაგებია ეს დისპეჩერმა თქვა რომ გადის მიმართულებით არჩევნების მიმართულებით ავტობუსი და გულსაუნთებდა ყველა ხო და საღოლ ეს ავტობუსი შეივსება და როცა შეივსება შეიძლება მეხუთე სადგომიდან გავა რა და აი დაახლოებით ძალიან მაგარი კი ბატონო გასაგებია ჩუჩუ უნდა დაემატა ცუცკირიძე იცი რა მაინტერესებს გია ბარამიძე რატო არ გაუშვა ნუგზარ ციკლაური რატო არ გაუშვა ეს კორიფეები ეს ბებერი გვარდია ლევან ცუცკირიძე ვინა ვინ გაუშვა ლევან ცუცკირიძე თუ ვინ არის მე ვიცით ვინმე ვინა ლევან ცუცკირიძე ვინ არის ლევან შევხედოთ რა ლევან ცუცკირიძე ძლიერი საქართველოა თავისუფლების მოედი ეხლა კითხვა ძლიერი საქართველო ამოტოლა მოდი მაშინ ვიძე გვანახეთ რა ვიძე გვანახეთ მე ვანახეთ ვიძე რა პროსტა მაინტერესებს ლევან ცუცკირიძე ხო არ მეღადავები ბიჭო არ გვინდა ამის გასაგებია ვაფშე პირველად ხედავთ გავხეთ რა მაგარი რაკურსია ნახე შევჩეული ხუხაშვილს ჯობია სხვა შეიძლება გვაქვს მაგრამ წერი არ გაიგონა ზაზა თავაძე რა ზაზა თავაძე ვიღო არ ვიცი გაუშვა ზაზა თავაძე აბა ზაზა თავაძე შევხედოთ გახარიას წევრია მოდი აი ზაზა თავაძე გაუშვა და ნახოთ ღირს თუ არა კაროდის ეგეც მე და გახარია გადადგა იმიტომ რომ შეხوار მეგადა მათ რომ ვისაც მინტყავსკენარი აღიარებული ივანიშვილი რომ ნახა რომ ის ქვეყნის ინტერესებს ანაცვალებდა თავის საკუთარი ინტერესების გულისთვის აკეთებდა ყველაფერს ამას უნდა იყოს დონალდ ტრამპი პროსტა სავარაუდო საბანკო ანგარიშზე ეს ქვეყანა არა ამას ეხა როგორ გინდათ რომ შინარს ჩაუგვირდეთ აგერ კაცი ვაფშე აცდენილია გაურკვევლობაში ნუ ეს იგი არასდროს კარგი მაშინ ნუგზარ ზურაბიშვილი ნუგზარ ციკლაური ოქტომბერს მე ვფიქრობ იქნებოდა ძალიან კარგი სურათი თუ კი თბილისის ქუჩები იქნებოდა სავსე ხალხით 100,000-ობით ადამიანით იმ ფონზე ქართული ოცნების საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელი აი ეს იქნებოდა სწორედ ის კონტრასტი რომელსაც ჩვენ დავანახებთ ყველა საქართველოს მოქალაქეებსაც და მსოფლიოს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც თუ რამდენად ანტიხალხური არის ეს რეჟიმი და რამდენად არა ანუ ეს არის თქვენი ანუ ეს სურვილებია ხო აი როგორც იმას რო აქვს იმას რო ქონდა ტაბლიაშვილს სურვილები რო შენ აქ შენი შილას შენ მოიტან ღვინოზე შენ გავარდები 10,000 ქართველი და ბაიკერები კეთავენ აღმაშენებლის ხეივანს ეგ არის თავი ეს მოინდომა ვირფასმა წერალია იცი წერალია აბა მე მაგას გეუბნებოდი რომ იმ პარტიის დედავატირეს სადაც
ბოცო წუგზარ ციკლაური არის ინტელექტუალი და რომელსაც რაღაცა მოიცა რა აქ დაწერილი. და ზურაბ ჭიაბერაშვილი. ანუ ესეისტიკა, პროზა, პოეზია, ყველაფერი ცოტ-ცოტა, ყველაფერი. PDF-ი ჩამიგდეთ ვიღაცამ ღვთისმიერმა წამაკითხე. სუგზარი წამაკითხე. სადიდან იყიდე მაღაზიაში. პროზა იქნება ალბათ ახლა ლექსებს არ წერს. ოთარ ზურაბიშვილი, მხატვრული პროზა? დავასრულოთ მეგობრებო, ოთარ ზურაბიშვილი. შალვა ისე სხვა შორს ეგ არ ვიცი, მე ვიცი რომ ინტელექტუალი იყო უბრალოდ. შენ ამბობ რომ წერს კიდეც, ხო? დავსერჩავთ და გაჩვენებთ რა, შემდეგ ჯერზე. ხო, რავი, გადავდებ ეს რასაც კითხულობ და ამას ჩაუჭდე. შეიძლება არც არის მაგის დედაც ვატირე. გამიხურეთ საქმე. მაგრამ ზურაბ ჭიაბერაშვილი რომ წერა, უეჭველი ვიცი ძმაო, მე რამდენად პუბლიცისტიკა და სერიოზული ესეისტიკა. თქვენ ხო არ გაახარებთ ადამიანს, რაღაცა ვთქვი. გამიხურეთ რა. შე არ მაგის დედა ვატირე. მარტო უარესი არ თქვა. არა ისე მეძდა მაინტერესებს. კაი ხო წამოსდა შეიძლება ისე გაგაცა. არ შეგარჩენია. ჭიაბერაშვილში აგერია რა. ხო აი ხო. ჭიაბერაშვილი მაგრats ესეისტიკას. მაგის ყოველ ჯერზე. ყოველ ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით ყოველ ჯერზე, როდესაც მე საზრისი მომშივა ვაკითხავ მოიცა მაგარ ვიღაცაში ამერია ზალ სამადაშვილი ვიღაცა საკრებულოს თავმჯდომარე ეგ ხომ წერალი იყო და მაგაში ამერია კაი არა უშავს არცე განვიცი ზუ ეგ შენი ბრალია ეგ რო არის კაი და იმის დაგა ძმა თუ დაგიერა ოთარ ზურაბიშვილი ძმა დის ძმა თვითონ გაერკვევიანი ძმა არა დის ძმა რა დის ძმა ხო ჯიგარი გაუშვით ეს მივდივარ ის ქვემანის უბსკურში როგორც გიორგი გავსხურდედა ნათლი შალახა ცოდნა რომ მქონდა ეს ყველაფერი იკარგება და გადავდივარ იმაზე ერთი წუთი გააჩერეთ ოღონდ დატოვეთ ესე სტოპ კარი გააჩერეთ ბიჭო hangover-ში რო ჩაო არა გაზრდილი არ გავს მაგას ჰა ეს ტიპი თავის დაზე მე უფრო მგონია მენა ჩაო მისტერ ჩაო მე უფრო მგონია რომელიღაც დისნეის ანიმაციის ფრინველს გავს ეს მამასისლად იყო გადაკიდებული თავის დაზე თავის დაზე იყო მამასისლად გადაკიდებული და FSB-ს აგენტიაო იძახდა დაჟე ხო კი კაცი შალაღაცი ოჯახია რა დავასრულებინოთ თუ არ კაი დავასრულებინოთ თუ ბსგუჟი გაუშვით აღარ დარჩა ეგრე არ დარჩა თქვენით ისე ასოები რა მაშინ თავიდან გაუშვით არა თავიდან არა რა გეყოც გაუშვან ბუსთან გეყოცები და მივდივართ ის ქვეყანა მიდის უბსკურში ესე იგი ცოდნა რომ მქონდა ეს და გადავდივართ იმაზე რომ ძალიან და ძალიან რთული იქნება ძალიან რთული იქნება კი ბატონო ხო რაც და არის ძმარი ერთ შეწმი მეორე მოხარში კარგად დანდებოდა რო შეაერთო ქართულს ვერ მიიღებ ერთ ქართულ მეტყველებას არა ბიჭო რაღაც სიტყვებში ეს არის ეს ազღვევს იმას მე რომ ეინშტეინს უთხრა რომ შვილი მინდა შეგარო და ჩემსავით ლამაზი იქნება და პირიქით რომ მოხდესო ჭკვიანიო და პირიქით რომ მოხდეს რაც უდი იქნება აი ზუსტად ის შემთხვევაა ხო მაგრამ მე ვამბობ ამათ ცოდნა რომ გააერთიანოთ ხო ხა ყველაფერი შემთხვევაა რა მოვა ეგრეა ქართო 2000 სიტყვა ხო იციან თითო 2000 არა ადამიანი რომელიც სიტყვის კიდე ერთხელ მართლმადიანი ხო მართლმადიანი არა მადიანი ხო აი მადიანი ხო იქ უკვე დასრულებულია მაგი ისეთი მაგარი შუტკავიკები აი კავენშიკები მაგარი სცენარისტები ვერ მიხვდებიან ვერ გაიაზრებენ რომ ესეთი შუტკა შეიძლება გაწეროს ეს არის გენიო მადიანი всё და მართლა ეგრეა რა თქმა უნდა კარგად ზანდებოდეთ მოვალ შეხო მართლა კარგი უქმეებით